ეხლა ვიმყოფებით შრი-ლანკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონასტერში. ხელში გვიკავია ესეთი რაღაცა. არ ვიცი რა არის, არ ვიცი დასვაკეთებ და ასობით ადამიანი გველოდება. ეს შრი-ლანკაა. რას წარმოიდგე, როცა ეს სიტყვა გესმის? ოკეანის სანაპიროები, ცხელი ქვიშაფრხე ქვეშ, თუ ქოქოსის წვენი ხელში. იქნებ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რკინიგზა გახსენდება, რომელიც ულამაზეს ჩაის პლანტაციებს მიუყვება. ან იქნებ ტალღებთან მებრძოლ სერფერებს წარმოიდგენე. ან იქნებ შრი-ლანკის ველური სამყაროს ამ შესანიშნავ არსებებს წარმოიდგენე. ეს კუნძული 1000-ზე მეტი არსებისთვის ერთადერთი სახლია. აი ხა ჩაი არა ჩემ თვალწინ, წყილობის პატარა ოჯახი. მთელი კუნძულის გარშემო მოვნიშნეთ 7 უნიკალური ადგილი, სადაც შევეცდებით ვიპოვოთ 200 განსხვავებული ცოცხალი არსება. რა შოქში ვარ. ამ ადგილებს შორის კი ვიმოგზაურებთ ტუკ-ტუკით. სამბორბლიანი ბიჭო, რა არის ეს? ქვეყნის ეროვნული ტრანსპორტით გადაადგილება კი ნამდვილი სიურპრიზების დღესასწაული აღმოჩნდა. ეს როგორ ტყეში ამო თავი ჩემო ნიკოლო ზარწმუნებული ვარ ესეთ გზაზე არავის უტარებია ეს ტუკ-ტუკი. ტუკ-ტუკთან ერთად უფრო მეტად შეიგრძნო აქაური ცხოვრების სტილს, რიტმს, გეხმარება ადგილობრივების გაცნობაში. ხო, მოკლედ არ ვიცი, ტუკ-ტუკი გაგვიჩერდა შუა გზაში. მოდი ამაზე აქვე შევთანხმდეთ, რომ შრი-ლანკა სიურპრიზების ქვეყანაა. მაგრამ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ ქაოტურ მოძრაობაში რაც უფრო დიდი ხარ, მით უფრო უსაფრთხოდ ხარ. აი ტუკ-ტუკი კი საკმაოდ პატარაა. შენი მეგზური იყო ტურისტული კომპანია, რომელსაც გაუზიარი ამ თავგადასავლის იდეა და მათ უბრალოდ მიპასუხეს. გამიმზადეს ვიზა, სამოგზაურო დაზღვევა, შეიძინეს უმოკლესი ფრენის ბილეთი და ესე აღმოჩნდა სამხრეთ აზიაში მდებარე კუნძულზე, რომლის ფართობით საქართველოს ტერიტორიის ხელა. თუმცა ჩემი ტერიტორიები არავის აქვს ოკუპირებული. მე ამისთვის ბევრი ვიცვალე. კუნძული, რომელიც ერთ დროს სეილონად იწოდებოდა, კოლონიზირებული იყო 3 ევროპული ქვეყნის მიერ. მე-16 საუკუნეში ჯერ პორტუგალიელები მოვიდნენ. როგორც ჩანს, მათი მეზღვაურები დარიჩინის სულმა მიიზიდა. სწორედ შრი-ლანკა მოიაზრება დარიჩინის სამშობლოდ. შემდეგ მე-17 საუკუნეში ნიდერლანდებმა დაიპყრეს კუნძული, ხოლო ბოლოს მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის იმპერია გამეფდა. მათ ააშენეს რკინიგზა, გააშენეს ჩაის პლანტაციები და ღრმა კვალი დატოვეს შრი-ლანკის კულტურაში. მაგრამ შრი-ლანკამ თავისი გზა აირჩია. 1958 წელს მშვიდობიანად მოიპოვა დამოუკიდებლობა. ისტორიულად შრი-ლანკას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ინდოეთთან. აქედან შემოვიდა ბუდიზმი, ენამ, ცეკვამ, არქიტექტურამ, ხალხები და ბოლოს ტუკ-ტუკი. ხმაურიანი სამბორბლიანი ტრანსპორტი, რომელმაც მისი მცირე ზომისა ბიუჯეტურობისა და კომპაქტურობის გამო მალევე მოიპოვა პოპულარობა მთელს კუნძულზე. ტუკ-ტუკს აზიის ბევრ ქვეყანაში შევხვდებით, თუმცა მისი ქირაობა ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული შრი-ლანკაშია გამარტივებული პროცედურების გამო. მიუხედავად მსგავსი შანსის სასაკმაოდ ცოტა ტურისტი ქირაობს ტუკ-ტუკს. საგზაო წესებზე საუბრისას კი ამის შესაძლო მიზეზს მივხვდი. ეს იმიტომ არის დახაზული, როდესაც აქ საცობ იქნება, ბოლო მანქანა აქ გაჩერდეს და იქამდე არ შემოვიდეს აი ამ ტერიტორიაზე, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ ამ ტერიტორიიდან გავა. იმიტომ რომ აქედან გამავალ მანქანებს გზა არ ჩაუკეტოს. მოკლედ, როდესაც შრი-ლანკამ პირველივე დღესვე მასწავლა ჭკუა და მიმახვედრა რომ აქ გადაადგილება ნამდვილად არ იქნებოდა მარტივი. წავიდეთ ახლა ვიქირავოთ ტუკ-ტუკი. აი ტუკ-ტუკის ქირაობა კი მარტივი პროცესია და ამისთვის რამდენიმე რამეა საჭირო. რაც $20-22 ჯება ტუკ-ტუკის ქირაობა. მის სამართავად საჭიროა მართვის ლიცენზია. მხოლოდ მართვის მოწმობა უნდა ქონდეს საქართველოში. ეს დოკუმენტები გადმოაგზავნა, $40 გადაიხადო და მართვის მოწმობა ფორმალური მხარეების მოგვარების შემდეგ იწყება თეორიული სწავლება. ვიდეოდევთ ხსნიან ძირითად რაღაცებს, როგორ იქოქება, რა უნდა გაუკეთო ყოველ დღე. ვიდეოს ყურების შემდეგ კიდევ რადგან მენახა ჩემი ტუკ-ტუკი. ბიჭო, სანჯივა მოამზადა უკვე საჭმელი და არ სამოხვალ. მე ამასაუბრე. ბიჭო, გავასინჯოთ ამას ნამდვილი ცხარი საჭმელი. დავაი. რა არის ეს? მაგაი ცხალა. ამაგ ბრი
სწორედ ესე გავსინჯეთ შრი-ლანკის ყველაზე პოპულარული საჭმელი ბრინჯი ქარით და საბოლოოდ ჩვენი ტუკ-ტუკიც გამოჩნდა. ინსტრუქტორმა წარუდგინა საჭირო დოკუმენტები, გვაჩვენა სადადარიგო ნაწილები, აქსესუარები, გვიხსნა ტუკ-ტუკის ტექნიკურ დეტალებს, გვესაუბრებოდა სიარულის წესებზე. Very important thing, right? Here is very normal. It's like communication. I'm coming. I'm here. Hi. Hello. Thank you. I'm small. The maximum speed is 40. სანამ დამოუკიდებლად გამიშვებენ ტუკ-ტუკით, უნდა შევასრულო ყველა ის მანევრი, რაც შემდეგი მოგზაურობისთვის ამჭირდება. პირველი არის უბრალოდ გატარება. მეორე არის უკანა სვლა. მესამე ლიანდაგზე გადასვლა. მეოთხე მთავარ გზაზე გასვლა და იქ მოტრიალება. Is it good? Yeah, good. მეხუთე ბენზი გასამაც სადგურზე შესვლა და გამახსენდა რა მითხრა ინსტრუქტორმა ცოტა ხნის წინ. ჩვენ გადაცავსე ბაკით და შენ ცავსე ბაკით უნდა დავიბრუნო. ესე იგი, ეს ტესტების დასასრული იყო. How you rate my writing? 10 to 10. Thank you. და როგორც იქნა პრაქტიკული გამოცდის 10-ზე ჩაბარების შემდეგ მეტი თავდაჯერებულება მომეცა რომ დღესვე დამეწყო ჩვენი თავგადასავალი. მიუხედავად იმისა რომ ამის გაკეთება არ გვირჩიეს. რავი ძმაო, მე გიჩევრო დღეს კაი არ გამოიარო, მოძრაობა შეეჩვიო რაღაცებს და მე რა ხვალ გაგაზე რა. ტუკ-ტუკური მოგზაურობა კი ნამდვილად რთულად დაიწყო. ეს არის კოლომბოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩა, ბაზარი არის აქ. არც ისე კაი ადგილია ტუკ-ტუკის პირველად გასატარებლად. პირველად რასაც ვამჩნევ, არის ისო საშინად არაკომფორტული სკამი. აქ ხარ გაჯგიმული, ძალიან დამღლელი იქნება. საშინად არაკომფორტული ტორმუზის პედალი აქვს. ფეხი გაქვს. ხო. ფეხი გაქვს ისე მოხრილი, რომ კივა, იმენა კივა. ჩვენი პირველი დანიშნულების წერტილი შრი-ლანკის ყველაზე მონახულებადი ადგილია, რომელიც კოლომბოდან 180 კილომეტრში მდებარეობს. მოვახდეთ ბენზი გასამართ სადგურამდე. Let's make it full. Full tank. Very full. 3 ლარიღის დაახლოებით 1 ლიტრი ბენზინი. 2 ლიტრანახევარი ბენზინი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მაინც მიგვაქვს. აქ არის საიდუმლო სათავსო. რა თქმა უნდა, ეს იკეტება ბოქრომით. ანუ ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილია ეს. ნელ-ნელა მივხვდი რომ ტუკ-ტუკით მოგზაურობა იმაზე ნელი პროცესია ვიდრე მეგონა და ამ 180 კილომეტრის გავლაც არ არის მარტივი. ამიტომ გადავწყვიტე დარჩენილი დღე კონცენტრირებული ვიყო გზაზე. გზაზე შემხვეთ ხალხს და აქაურ უგემრიელეს ხილზე. Papaya? Oh, papaya. Yes. Oh. 어떻게 매고야? nes수유 타나? 이거 요걸 먹고 있어. Hello, how are you my friends? What's this? ეგრე ვეჭო? ენისთვის არის კარგიო. მოგეთ ახლა გვაქვს ესეთი გადაწყვეტილება მისაღები. წინ გრძელდება მთავარი გზა და გარშემოსულ რაღაცეები ხდება. მე უფრო მარცხენა წასვლა მინდა, იმიტომ რომ უფრო საინტერესოები იქნება, უფრო მეტი ბუნება. გონი ალბათ ხვდებით საიდან წავა. მარცხნი. ეს გადაწყვეტილება კი გზაზე შემხვედ არც ერთ შრი-ლანკას არ მოეწონა. It's very difficult to find out. I mean, if you broke down this, that's very hard to catch up. Even the mechanic guy. Cannot go this road. No, Sigiriya. This giri ulla. Why material not good? Oh, not good? Why not? Bye. მაგას გავაგზავნოთ ისე ამ გზით დიგა რამე შარს არ გადავეყრებით. შარს არა, მაგრამ სატვირთოში მძინარე ადამიანს და საცობებს ნამდვილად გადავეყარეთ. ამასობაში მოსაღამოვდა და ნელ-ნელა დაღამდა კიდეც. ეხლა შემოვიდით მეორეჯერ ბენზი გასამართ სადგურზე. Is there anywhere coffee? ჩვენი არჩეული გზით კი დიდათ არც ეს ხალხი ჩანაკმაყოფილი. თუმცა ჩვენ მაინც ვაგზელებდით შრი-ლანკის ბნელ და ვიწრო ქუჩებში სეირნობას. Sir, no coffee. Tea? Nothing. Hi, do you have tea? Tea? Yeah. Tea? Wow. Hello. Yeah. ჩაის გაკეთება ვთხოვეთ და მე მგონი რაღაცა საჭმელს გვიკეთებენ სერიოზულს. როგორც აღმოჩნდა, ეს აქაური ტრადიციული საჭმელი, ეგრეთ წოდებული ჰოფერსია. მისი განსაკუთრებული ფორმა კი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ზემოდან კვერცხი მოვათავსოთ. Thank you. Chili? ცოტა დაუსვია მაინც. აი ცოტა ბევრი რომ ვაცხადა. აქ კიდევ ერთხელ დავწვიდი რომ შრი-ლანკაში მცხარე საჭმელი მაგრად ევასება. 3 ლარი და 40-ის ეკვივალენტი არის გადასახდელი. მოდი მივცეთ 10 ლარის ეკვივალენტი. მგონი პირველად შევიგზენი შრი-ლანკის სიაფი. ახლა ძვირიც არ არის, მაგრამ ქართულ ასებზე იყო რა და ახლა სადაც ტყეში ვართ, ვაფშე რა უნდა დავატაკო.
გამოვიდით ცივილიზაციაში. 100 meters, turn right onto გამის 12 საათი ხდებოდა, როდესაც საბოლოოდ ჩავახციეთ სიგირიაში. ალმებში, აი მან წალკოტში მოვიდა. აუ რა კაია. სიჩუმე სიწყდარე. რა აღარ მესმის ტუკტუკის. საწოლის თავზე არის ესეთი რაღაცა. ამის გახსნაც რეკომენდირებულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხო ორგანიზმი ბინადრობს შენთან ერთად. აბა, გემშვიდობებით. ხვალამდე. აუ, სამისად გვეცინა ახლა ვდგეთ. წავიდეთ რადგან საოცარი მზის ნახოთ. ჩვენ ტუკტუკი ისე უხარძეა, ისე უღამეა. აუ, ჩუნგაი. კორინესტია. ძალიან ლამაზი დამწერლობა აქვს, ნახე. თის ბოლო წერტილში ასვას დაახლოებით 9 საათი ჯერდება. თუ რა თქმა უნდა ჩვენ სავიცაცობები არ შეხვდა გზა. ზე არ მოსულა, მაგრამ იმენა გათენდა ხიერიქში ვარ. Fucking beautiful. Thank you. ეს არის Lions Rock-ი, ომის კლდე, რომლის თავზეც არის აშენებული ძველი ციხესიმაგრე კაშიაპამ, შრი-ლანკის მმართველმა მე-5 საუკუნეში ააგო ის. ტრანსპორტი დაგეგმარება არის, გარშემოსული ჯუნგლები არის, ძალიან დაცული ტერიტორია იყო და დღესდღეობით ეს ტერიტორია მთლიანად არის შეტანილი UNESCO-ს დაცულ ტერიტორიების სიაში. ამ ყველაფერს კი Lions Rock-იდან კილომეტრ-ნახევარში მდებარე პიდურანგალას კლდიდან უყურებდით. აქ ამოსვრა 9 ლარი ღირს, ხოლო Lions Rock-ზე ასვლა 100 ლარამდე. ამიტომ ვინც ბიუჯეტურ მოგზაურობას ამჯობინებთ ჩემსავით, ეს შესანიშნავი ვარიანტია. თუ მსგავსი რჩევები დაგჭირდებათ, შეგიძლიათ შენს მეგზურს მიმართოთ. როგორც ხედავთ, მათ თავისი საქმე კარგად იციან. მაიმუნი გაიჩნდა რა. აუ, National Geographic კადრი გადავიღეს. გონი ვიპოვეთ ცხოვრებაში რაც მინდა. ყოველაზე დოკუმენტურების გადაღება. მერე მაგას ავაკეთებ ჩიჩი. კი ბატონო, ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებ და ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანიც 200 განსხვავებული ცოცხალი სახეობის პოვნაა. თუმცა ეს შემდეგი ვიდეოს თემაა. ამ ვიდეოში კი მოდით გავაგრძელოთ ტუკტუკური მოგზაურობა და გავუყვეთ გზას მთიანი შრი-ლანკა. ტუკტუკი შეგენაცხა. ჩვენ დღევანდელი გეგმა არის კენდიში ჩავიდეთ. კენდი არის ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქალაქი. გზაც იმედია საინტერესო თავგადასავლებს გვაჩვენებს. საბოლოოდ ჩემთან ერთად არის ჩემი ძმა და მეგობარი ნიკოლოზი, რომელიც ახლა საჭეს მართავს. კაი, მოდი შევაფასოთ ახლა ტუკტუკი როგორც მგზავრი. გაზი. სიჩქარე. უხვი. ედი კამა. ალა. გადავიდე სიჩქარე. ასეთი მდგომარეობა გვაქვს. სოფლის გზებს ქალაქები ენაცვლებოდა. ქალაქებს შემდეგ ისევ სოფლები. საოდნო გაფუჭდა, მაგრამ მაინც სისაფარი იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე საქართველოში. Hello, my friend. How are you, my friend? აი ვცდილობთ, რომ თავარ ქუჩებზე არ ვიაროთ, გადაუხვიოთ, უფრო რაღაც აი ებში ვიაროთ, ბუნებაში ვიაროთ. რა თქმა უნდა, გვიწევს ბუნებაში სიარული, მაგრამ აი ესეთი ქალაქებიც ძალიან ხშირად ხდება. რატომ ხდება ესე? შრი-ლანკის ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორიის ხელა ზუსტად, მაგრამ მოსახლეობა არის აქ 22 მილიონი. ბევრად მეტი ტერიტორიის მოხსნა უწევთ, ბევრად მეტი სახლი არის. So this city is Muslim? Oh yes. Okay. It's traditional? Yes. Head good. აიეთი ამბავია, აქ ბევრი რელიგია და ამ რელიგიებს ყველა უმაღლესად სცემს პატივს. აქედან კენდიმდე ბევრი აღარ იყო დარჩენილი და ჯამში დღეს 90 კილომეტრის გავლის შემდეგ ღამის 11 საათზე ჩავედით ჩვენ სასტუმროში. Oh, you were waiting for us, yeah, and close the gate. Now we are safe. Don't worry. Sri-Lanka is safe. Don't worry. დილაკი კენდიში სულ სხვანაირია. ეს არის მთიანი შრი-ლანკის გულში, სიმწვანეში ჩაფრული ქალაქი, რომლის ცენტრში მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა. ქალაქს უმაღლესი მთიდან გადმოჰყურებს ბუდას ქანდაკება, რასაც აქაური ხალხი აღიქვამს როგორც მფარველობის, სიმშვიდის და პატივისცემის სიმბოლოდ. კენდის მოსახლეობა 25,000-ია და ის ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქალაქად ითვლება. სწორედ ამ ქალაქში არის მთელი მსოფლიოს ბუდისტური საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი და ძვირფასი მონაპოვარი.
ტაძარი, სადაც ინახება ბუდას კბილი. აუ, რა ის არის დაცული? იარაღიანი დაცვების კითხვა აქ სრული მობილიზება არის, თუმცა არაერთხელ დაფიქსირებულა მოპარვის ცდელობა. ტაძარში შესასვლელად საჭიროა ბილეთის ყიდვა და ფეხზე გახდა. შრი-ლანკის ცხელამინში კი ეს საკმაოდ რთულია. მაგარი ცხელია. ზოგი კოტილე უფრო ცხელია. ტაძარში შესვლამ როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სიმშვიდე მოგოგო არა. პირველი რაც შევამჩნიეთ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ხელში ყვავილები ეჭირათ. გამიჩნდა შეკითხვა, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი და იყო თუ არა დღევანდელი დღე რაღაც განსაკუთრებული. როგორც აღმოჩნდა, ეს აქაურების ყოველდღიური, მარტივი, მაგრამ ძალიან თბილი ტრადიციაა, როგორც პატივისცემის და მადლიერების ნიშანი. მრავალთათვის ეს ასევე მშვიდი დაფიქრების უთებია. ამ ყვავილების უკან კი ბუდისტების ის ყველაზე ძვირფასი რელიქვია. Buddha's კბილი ინახება. So open in special days. Yes. And for special people, yeah? No, not for special people. I think like end of this month they have a time period. Okay. They open, the people can go and see. თუკი დღევანდელი დღე არაა განსაკუთრებული მათთვის, აქედან რამდენიმე დღეში სავსე მთვარეობა დაგვემთხვა. ეს კი ნამდვილად განსაკუთრებული დღეა. მას პოიას დღე ეწოდება. ბუდისტებისთვის ეს გაჩერების, დაფიქრების და სულიერ სამყაროსთან კავშირის დღეა. ამ დღეების მნიშვნელობა რომ უკეთესად გაიგოთ, ჯერ უნდა მოგიყვეთ ვინ იყო ბუდა. დაახლოებით 2500 წლის წინ ჩრდილოეთ ინდოეთში პატარა სამეფოში დაიბადა პრინცი სიდჰარტა გაუტამა. სიდჰარტა გაიზარდა ფუფუნებაში, სამყაროს ტკივილისა და ტანჯვისგან მოშორებული, მაგრამ მას გულში რაღაც აკლდა. არსებობდა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიმდიდრე და სიამონება. ერთ დღეს სიდჰარტა სახლიდან გავიდა და პირველად ნახა სიბერე, გაჭირვება, შიმშილი და სიკვდილი. ამ გამოცდილებამ იგი სამუდამოდ შეცვალა. მიხვდა რომ სიცოცხლეს თავის სილამაზეს მიუხედავად ტკივილიც ახლავს. მან ყველაფერი დატოვა და დაიწყო ჭეშმარიტების ზებნა. წყობით ხეტიალის და ღრმა მედიტაციის შემდეგ სიდჰარტა მიპოვა პასუხი. ბოთის ხის ქვეშ მან მოიპოვა სულიერი განსხივოსნება, ეგრეთ წოდებული ნირვანა. ამ მომენტიდან ის გახდა ბუდა, რაც ბუდისტურ რელიგიაში განსხივოსნებას ნიშნავს. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მან გაატარა ერთი უბრალო, მაგრამ ძლიერი გზავნილის ქადაგებაში. ნამდვილი მშვიდობა და ბედნიერება გარეთ კი არა, შინაგან სამყაროში უნდა ვეძებოთ. სამსათვარეობისას მთელი ქვეყნის რიტმი იცვლება. ბევრი მაღაზია იკეტება, ალკოჰოლის გაყიდვა იგრძალება. ოჯახები ტაძრებში მიდიან, ყვავილებს სწირავენ, ანთებენ საკმეულებს და ჩუმად ლოცულობენ. May I do one? It's okay for me? თითოეულ სამსათვარეს ბუდიზმისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. თითოეული დღე ბუდას განვლილ გზას ასახავს. ყველაზე წმინდა მაისის პოია. ამ დღეს მოხდა ბუდას დაბადება, განსხივოსნება და გარდაცვალება. მაგალითად, მარტის სამსათვარეობის დღეს, ანუ დღევანდელ დღეს ქვია მედინ პოია. ამ დღეს უკავშირებენ იმ დღეს, როდესაც ბუდა დაბრუნდა თავის ოჯახში განსხივოსნების შემდეგ. დაბრუნდა არა პრინცი, არამედ როგორც მასწავლებელი. დღეს კი მის მოძღვრებას მსოფლიოს მასშტაბით 500 მილიონზე მეტი ადამიანი მიჰყვება. შრი-ლანკაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შევხვდებით ბუდას ქანდაკებას. ბუდა აქ არის ყველგან, ბუდა აქ არის ყველაფერი, ბუდა აქ არის თითოეული შრი-ლანკელის გულში. ქანდაკებები გვხვდება მჯდომარე, მდგომარე და მწოლიარე პოზაში. თავის ამას რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თუ არა? თუ რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა გეტყვით. ამ დროს ბევრი არაფერი ვიცოდი ბუდიზმზე, თუმცა მოგზაურობის ბოლოს მოხვდი შრი-ლანკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მონასტერში. ცოტა ნერვიულო. სადაც არა მხოლოდ ვისწავლე ბევრი რამ, არამედ მათ რიტუალშიც მივიღე მონაწილეობა. როგორც აღმოჩნდა, ბუდას თითოეულ პოზას თავისი უნიკალური მნიშვნელობა აქვს. მდგომარე ბუდა გვახსენებს სწავლებას, ზრუნვას და დაცვას. მჯდომარე ბუდა მედიტაციას და გამომხიზლებას. სადაღარ მინახავს ბუდა, მაგრამ ამ სიმაღლეზე შემომჟდარი პირველად ნახე. ხოლო მწოლიარე ბუდა გვაჩვენებს საბოლოო სიმშვიდეს. ბუდას უკანასკნელ მომენტს, როცა მან სრული თავისუფლება მოიპოვა. ეს ქანდაკებები მხოლოდ ხელოვნება არა, არამედ ქვაში გამოკვეთილი ჩუმის სწავლებები. აქ კი მთვარე არა მხოლოდ ცაში, არამედ შრი-ლანკელების გულებშიც ანათებს. მთელი შრი-ლანკის ტაძრები ივსება ფერებითა და სასიამოვნო სურნელით. სწორედ ეს პატარა რიტუალი აძლევს შრი-ლანკურ ტაძრებს განსაკუთრებულ, ცოცხალ ატმოსფეროს. თუმცა ყველა ბუდისტური ტაძარი ესეთი არ არის. მაგალითად, გზაში შეხვდა ახლად მშენებარე ტაძარი, სადაც შესვლისას სრული შოკი მივიღე. Sharanam gacchami. მე და სერიოზულად დავიძაბე. ბუდისტური ტაძრები ხშირად ცდილობენ განასახიერონ ადამიანის ცხოვრება, როგორც სიცოცხლეში, ასევე სიცოცხლის შემდეგ. ტაძრის პირველი სართული ჯოჯოხეთია, ადგილი, სადაც ცუდი ზრახვები და ბოროტება მიგვიყვანს.
მეორე სართული იყო ჩვენი რეალური ცხოვრება და ყოველდღიური გადაწყვეტილებებია, სადაც შეგვიძლია ვინმეს ვავნოთ ან დავეხმაროთ. ისინი თითქოს ჯოჯოხეთისგან ამოსვას ცდილობენ. არის ასევე ადამიანის თეული გზა, განვლილი, როგორც დაბადებიდან აზრდა, აქ ოჯახს სასწაული აქვს, აქ უკვე დავდერდა და სამწუხაროდ ბოლოს როგორც ყველა ადამიანი ეს ადამიანის გარდაიცვალა. მესამე სართული კი 64-ია, შვება და სიხარული, როგორც სხეულისთვის, ასევე სულისთვის. ბუდიზმში ამას ნირვანისკენ გზას ეძახიან. მეოთხე სართულზე კი ინდუისტური ღმერთებია გამოსახული. საუკუნეების მანძილზე ამ ორი რელიგიისთან არსებობის შედეგად ბუდიზმმა შეიძინა ინდუისტური ელემენტები. ბუდიზმში ისინი არ არიან შემოქმედილი, არამედ სამსარის, ანუ სიცოცხლის სიკრის ნაწილი არიან. და ამ ყველაფრის შესასვლელი არის ეს ლომის ხახა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემთხვევით ამას გვერდი არ ჩაუვარე ისე, რომ აქ არ შემოსულიყავი. ტუკტუკური მოგზაურობა კი გზად მუდმივ სიურპრიზებს გვთავაზობდა. ჩვენი გზა უკვე ნელ-ნელა შრი-ლანკის ველურ მთებში შევიდა. ესეთი ბუნება, ესეთი ლამაზი ადამიანი. How are you? Yenatson. Hey, how are you? მეგობრებო. როგორ ახართ? გამარჯობა. ყველა ბედნიერია, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობენ უბრალოდ არაფერი განსაკუთრებული არ აქვს, მაგრამ აქვთ სამაგიეროდ ბუნება, აქვთ ბუნების სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე. შეიძლება მთელი სოფელი შეიკრიბოს ახლა ჩვენს არახავად. აპი ოიატა ატარე. პიტა ატარე ოიატე. Bye everybody. ანუ განსაკუთრებით ბედნიერად დაგვხსნა. ტურისტული ადგილები ეს ნაკლებად არის რა და ყველას უხარია ჩვენიდან. აი გამოიწვია ხშირად არ ნახულობენ უცხოელს და ეს სალამი. Hey. What is your name? Nika. What's your name? Navinide. Ajay. Sham. Diwan. Abhilash. Sanduruma. Wow, beautiful name. Hey, smile. გამოიწერეთ YouTube არქივაში ბავშვები. ყველანი გამოიწერა. პარკი ნაგავი გვაქვს, დროთა განმავლობაში შეგროვებული. ნაგისურნა, ბიჭო, ეს არ არის ნაგისურნა. ანუ ნაგისურნა არ არის. იმენ არ მიჩერა ნაგისურნა როს. ახლა საათობით მივუყვებოდით სიმწვანეში ჩაფრულ მთებს. გზად დასახლებებიც გვხვდებოდა, თუმცა რადგან ეს ადგილები არ არის ტურისტული, საკვები ობიექტებიც არ შეგვხვედრია. მთელი დღე არაფერი ჰქონდა ნაჭამი, როდესაც ერთ რესტორანს მივადგეთ და სამწუხაროდ არ შეგვიშვეს. თუმცა აქ კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ შრი-ლანკა სიურპრიზების ქვეყანაა. თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი, თუმცა მალევე მეც ამ შრი-ლანკული ქორწილის მონაწილე გავხდი. მე ხელები ხა კარგად უნდა დავიბანოთ, იმიტომ რომ ყველა ჭამს ხელებით, დანაჩანგალი აქ არ არსებობს. ჩვენი შრი-ლანკայի ძმები ძალიან დიდი მონდომებით გვთავაზობდნენ ჯერ ჭამას, შემდეგ დალევას და ბოლოს უკვე ცეკვას. მაგიდასთან დაწყებულმა ცეკვამ კი სულ მარა სცენაზე გადაინაცვლა. It was my lifetime experience. Yeah. Thank you so much. Yeah. I love you, bro. I love you too. ეხლა შემოვიდით უკვე იმ რეგიონში, სადაც ჩაის პლანტაციები არის ძალიან ბევრი და აქედან იწყება უკვე ის რეგიონი, სადაც დგას შრი-ლანკის ჩაის ეკონომიკა. დიდი მაქვს რომ მივასწრებთ იმ ჩაის ერთ-ერთ ქარხანას, სადაც შეგვიძლია გაჩვენოთ როგორ მუშავდება ახალი ჩაი. აბა, წავიდეთ. თუმცა მალევე მივხვდით, რომ დღეს ვეღარ მოვასწრებდით ჩაის ქარხანამდე მისვლაზე, ეს ხვალისთვის უნდა გადაგვედო. ნათქვამია, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. და ეს ესეა შრი-ლანკაშიც. ამდენადაც ლამაზდებოდა ბუნება, იმდენად ფუჭდებოდა გზა.
იმენა დარწმუნებული ვარ ესეთ გზაზე არავის უტარებია ეს ტუკტუკი. უკვე რამდენიმე კილომეტრია ესეთი გზაა და კიდე ესე თუ გაგზავნა შეიძლება ნებისმიერ ადგილას შევა ტუკტუკმა უბრალოდ გასხას, დაიღალოს და დაიშალოს. ნელ-ნელა გზაზე კვლავ გამოჩნდა დასახლებები, შემდეგ ტუკტუკები და ბოლოს კარგ გზაზეც გავედით. How are you? Come. Yeah, come. აქ ჩაის პლანტაციებში მუშაობენ ადამიანები, შრომობენ, შეიძლება ესეც ერთ-ერთი მათგანია. Goodbye. Thank you, my man. გადაწყვეტე, საყვარელი კაცი ხარ, გაიხარე. კარგად იყავ. Hello, come. Thank you. Oh, it's okay. How are you? Very nice. Very nice. Beautiful. Mama, დღესაც ესეთი ქალაქებს მივუყვებით. 8 კილომეტრი უკვე ჩვენი სასტუმრო იქნება. My friend, how are you? Wow. Hello. აი აქ ესე კაშ დაუკრავ. და როგორც კი კაშ დაუკრავ, გათენდეზა ჩემს უკან წარმოიშვა საოცარი ხედი. ახლა საოცარი ხედი გვაქვს. საოცარი ტყის მასივები, ფერდობები და შესანიშნავი დილა. ჩაის პლანტაციებში იმედია ძალიან ხელს აღშევიშვის ეს წვიმა. ახლა დაბა როგორია წვიმაში ტუკტუკი. In 200 meters, turn right. სამწუხაროდ ხშირად ნორმალური საჭმლის პოვნა ჭირს შრი-ლანკაში. თუმცა საჭმლის ევნისას ვიპოვეთ ის, რაც ამდენი ხანი ტუკტუკით მოგზაურობისას გვაკავდა. წვიმიწოს ესე გამოიყურება ტუკტუკები. What's comfortable შიგნით. Sri Lanka is really great. Very good. Okay, photo. Yeah. This kit is good. Very nice gift. Traditional. Yeah, you look beautiful. ეს არის საქაური ტრადიციული ფოთლისგან დამზადებული სიგარეტი. ალბათია თარაფერი. აი მოდი აბა აქვთ ხე. Oh my god. ამ საშინელ კვებასთან ერთად აუცილებლად უნდა მივიღო ვიტამინი, თევზის ქონი, მაგნიუმი და რაღაცა მომნელებელი ფერმენტები, რომელიც აი ამ რაღაც ცხიმში შემწვარი ცნაური საჭმლის მონელებაში დამეხმარება. ნუტრიოჯი. ქვენი ნაბიჯი ჯანსაღი ცხოვრებისკენ. ჩემი მოგონებული სლოგანია, როგორია? გარდა სლოგანისა, ჩემი შექმნილია საიტიც და მთლიანი ბრენდიც. თქვენ თუ შეიძენთ ნუტრიოზე, ამით მე დამიჭერთ მხარს. მე კი მსგავსი ვიდეოებით გასიამოვნებს თქვენ და ესე შეიკრება ციკლი, რომელიც შორს აგვიღებს. ბევრი სიარულის შემდეგ საბოლოოდ მივედექით Bluefield-ის ჩაის ქარხანას. So you are our guide? Yeah. Wow, nice to meet you. Yeah. What's your name? I'm Piwali. Okay. We have beautiful guide. Thank you. Love is all that you've given me. Yeah, okay. So, There are some people in the plantation. Sometimes they're offering some tea leaves and asking some photos. After that, they're asking money from you. So be careful. Okay. Okay, thank you, sir. Okay. ეგილია გამიკონტროლო, ნიკუშ, უკან, ხრითუ ვაცლებ. ცოტა. აი ყველაზე ძვირფასი ჩაი მზადდება აი ამ ორი ფოთლისგან. Eat, no problem. Eat. Yeah. Number one. Number one. How old are you? 75 years, 26 years. I work in the tea plant and estate, now retired. You look great. That's because of tea? Yeah. აჰა, ჩათ. ტურისტებთან კომუნიკაციაში და ტიპებით უფრო მეტ უშუალოს ალბათ. Yeah, თქვენი ხარ შევღერო. აა, ინგლისურიც უსწავლია. Yes, sir. What is the average salary for tea workers? Per day, they will pay 1,500 rupees. Around $5. $20 აქვს დღეში დაახლოებით. ჯერით სამწუხარო რეალობა უნდა აღვნიშნო, რომ ამაზე ნაკლები ჩაი არ გვაქვს საქართველოში, მაგრამ მოულელი და უპატრონო არის. შრი-ლანკის ეკონომიკაში ჩაის უდიდესი როლი უჭირავს. ჩაის ინდუსტრიაში პირდაპირ თუ ვირიბათ მილიონზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული და სწორედ ეს სურნელოვანი ფოთლები ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. აი, მოდი გადავინახოთ ახლა უკვე ჩაის ქარხანაში, სადაც ნამდვილი ჯადოსნობა
ყრილობა იწყება. პირველ ეტაპზე ჩაის ფოთლები 40%-ით შრება. ამის შემდეგ ფოთლები ქვედა სართულზე, პირდაპირ დასაკუცმაცებელ დანადგარში იყრება, სადაც ფოთლები კუცმაცდება და გამოყოფს ბუნებრივ წვენს. დაკუცმაცების შემდეგ ფოთლები იფინება ციუდატენიან ზედაპირზე. აქ ხდება ოქსიდაციის, დაჟანგვის პროცესი. სწორედ აქ გარდაიქმნება მწვანე ფოთლები მდიდარ, არომატულ შავ ჩაიდან. სასურველი გემოსა და ფერის მიღწევის შემდეგ ფოთლები ნაზად შრება ცხელი ჰაერით და იღებს საბოლოო ხრაშუნა სტრუქტურას. გაშვების შემდეგ ჩაის ზომისა და ხარისხის მიხედვით კლასიფიცირდება. დასრულებული პროდუქტი იწონება, იფუთება და მზად არის მსოფლიოს გარშემო გასაგზავნად და ჩვენს ფინჯაში აღმოსაჩენად. პატარა ჭიქები მეგონა. გონი ვერა დღეს ჩაიში ჩავიძირები და ვიცურავი და გავცურავი და ეს მოგვიტანეს ჩვენი მყრა სახეობის ჩაი. იწყება სილვერიდან, რომელიც ყველაზე ძვირფას ფოთლებით არის დამზადებული და შემდეგ უკვე მოუყვება სიძლიერის მიხედვით ყველაზე ძლიერი და ყველაზე იაფიანი გამოდის უკვე ასეთი ტვერის მსგავსი ჩაი, რომელსაც ძირითადად იყენებენ ხოლმე ერთჯერად პაკეტებში. ნახოთ ახლა ყველაზე მსუბუქი სილვერის ჩაი როგორი იქნება. საკმაოდ რბილი არის, არ აქვს დამახასიათებელი ძალიან მძაფრი არომატი. ეს არის სიძლიერით ყველაზე ძლიერი სამი ჩაი. ეს ჩვეულებრივი ყავა. გინა ყავა დაგილევია და გინა ეს. ძლივს ვიპოვე ჩვეულებრივი ქართული ჩაი რა საქართველოში ვსვათ ხოლმე ეგეთი ფერის ჩაი. აი ძმა, აი არაქიან პურს და ყველას რომ მოუხდება, თაფლო გადაусმევ, ყიყლიყოს, ჯიგრულად. აბა ჩაი ხო არ გიდათ ვინმეს? ჩაის ქარხნიდან გამოსვლის შემდეგ თავის შრი-ლანკის მთიანეთის გულში ამოყავით. ახლა ჩვენ ქვეყნის ყველაზე მაღალ რეგიონში ვართ და ეს ეგრევე იგრძნობა. ჰაერი სუფთა და გრილია, მთები კი ღრუბლებში იკარგება. მალევე მივხვდით, რომ ეს უბრალო მგზავრობა კი არა, ნამდვილი თავგადასავალი იქნებოდა. აქ ტუკ-ტუკის ტარება ზღაპარივითაა. გზაზე შველებმაც გადაგვირბინეს. თითოეულ მოსახლეში მინდოდა გავჩერებულიყავი და გადამეღო. თუმცა დრო არ ითმედა. ჩვენ ნუარა ელია გველოდებოდა. კუნძულის ყველაზე მაღალი ქალაქი, რომელსაც პატარა ინგლისსაც ეძახიან თავისი კოლონიური სტილითა და გრილი კლიმატით. მაგრამ აქ მარტო პეიზაჟებისთვის არ ჩამოსულვართ. თავარი იყო ეპიკური მატარებით მგზავრობა ნუარა ელიადან ელამდე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რკინიგზა მთელს მსოფლიოში. ხშირად გზაც ისეთივე ლამაზია, როგორც დანიშნულების ადგილი. ასეთ გზებზე ხვდები, რომ თავგადასავალი ყველგანაა. შენ უბრალოდ უნდა გააგრძელო სვლა. Gazi. ეს არის ჩვენი დასარჩენი დღეს. დღეს გადავწყვეტეთ, რომ ბიუჯეტურად დავჩენილი ვიყავით და ბუკინგზე ყველაზე იაფი რაც ამოვარდა იყო ეს. ჩვეულებრივი ორკაციან საწოლე, შვენიერი აბაზანო გვაქვს, პირადი, შვენიერი სამზარეულო გვაქვს, ეგ მოსაჯდომია. თავდაპირველად დაგეგმილი ქონდა, რომ შრი-ლანკაში 12 დღე გაგვეტარებინა. მივხვდით, რომ 3 დღის დამატება გვჭირდებოდა. დავამატეთ 3 დღე, ერთი ორ და კიდე გვაქვს და ახლა კიდე განვიხილავთ, რომ 2 დღე დავამატოთ. შენი მეგზური, თავაზობს, რომ 2 დღით გადადება, ჭირდება სულ რაღაც $64. რომელსაც უნდა თვითონ ანაზღაურებენ. მადლობა მათ ჩემი თავგადასავლის შექმნისთვის. ტრენის ბილეთებთან და ჩემი მეგზური მთავაზობდა მატარებლის VIP ბილეთს. თუმცა მე იქ სულ სხვა მიზანი მქონდა. მოდით ახლა გასამგზავრებლად მატარებით და პატარა ტრიპი უნდა ჩავატარო. ჩვენ ტუკ-ტუკი უნდა გადავცეთ ადამიანს, რომელიც წაიყვანს და ელაში შევხვდებით. ვაპირებთ რომ დაგანახოთ ნამდვილი შრი-ლანკური მატარებული თავგადასავალი. მოგვიწევს ახლა ვიყიდოთ სტანდარტული ბილეთი, სადაც ყველაფერი დასწრებაზეა, რაგველის წინ ნამდვილად არ ვიცი. 1 hour delay. Train is coming 10:20. მესამე კლასი, ლარი და 60. ლარი კიდევ განახე. ფიქრობ მაგარი კიდევა მოგვიწევს შესვლაზე. ხშირად მსმენია რომ აი ძალიან იაფია, იჟბიმან ჩახვიდებ. თავად ეგეც არ არის. ტურიზმი აქ იმდენად მოიხოდა რომ რაღაცები გაძვირდა. ინტერნეტსაც შეეხება, გირჩევთ რომ აქ ჩამოხვდეთ აეროპორტში შეიძინოთ ძალიან იაფად. შეგიძლიათ ჭამოთ ისე რომ არ მოიწამლოთ, შეგიძლიათ ჭამოთ ისე რომ სახე აგძვრეთ. მადლობა ნუტრიოჯის საკვები დანამატებით რომ გვამანაგებს, რომლებიც ეხმარება ენერგიები აღვიდგინოთ. მატარებელმა არა 1, არამედ 2 საათნახევარი დაიგვიანა. მოვიდა. ოლები ატოვართ ნიკუშ. თუნდაც გადავდექით ყველამ დაგვასწრო შესვლა. ეხლა როგორ შევიდეთ? ეს არის ნამდვილი აუთენტური შრი-ლანკური მოგზაურობა. რანაირი $8 აინც წინასწარი ჯავშანი, არამედ ლარი და 60 ადგილზე. ერგოველიცებით. ნახე რა ხდება, შეიხედე. გონია რომ ვერ შევარდები. Hey.
Bro, can you a little bit move? Male. Yeah, it's good. One more please. თوარი ჩალიჩე აქ ამოსვლა დართულია. აუხები რა ტანჯობელოდება. მატარებელში ამოსვლი და კიდე 9 საათი მატარებელი არ დაძრულა. ხალხი კი ემატებოდა და ემატებოდა. ანუ ერთი 20 ადამიანი დარჩა, რომელიც ვერ ამოდის. მაქსიმალურად შემოვიწოდეთ და ბოლოს მატარებლის სირენა. ახმაურებული ბორბლები და წავედით. მატარებლის დაძვრა მისათი ბედნიერება მოგვანიჭა რომ სულ დაგვავიწყდა ის 3 საათი რაც მის ლოდინში გავატარეთ. თუმცა რეალობა მართლაც საშინელება იყო. 2 საათი ფაქტიურად ვერ მოძრაობდი. ძალიან გავიჭრეთ. ნენა გვერდით ახალგაზრდა შრი-ლანკელი ბიჭები ამღერდნენ და ბოლოს მთლიანი ვაგონი ერთ დიდ ქუჩის კონცერტად გადააქციეს. ერთ-ერთ სადგურზე მომღერალი ბიჭები ჩავიდნენ და უეცრად მატარებელში სივრცე გაჩნდა და სიმშვიდემ დაისადგურა. მატარებელი გაჩერებებზე უჩვეულოდ დიდი ხანი ჩერდებოდა, რამაც ჩვენი მგზავრობა არანორმალურად გაახანგრძლივა. ეს რკინიგზა ინგლისელებმა მე-19 საუკუნეში ააშენეს, რათა ჩაი მთებიდან ნასადგურამდე ჩაეტანათ. ეჭები არის საოცარი, თუნდაც ჩამოსულა და ეს აუცილებლად უნდა გამოცადო. 3 საათიანი ლოდინის შრი-ლანკური კონცერტის 60 კილომეტრისა და 4 საათი მგზავრობის შემდეგ ელაში ჩავედი. ეხლა მთავარია ვიპოვოთ ჩვენი მძღოლი და ტუკტუკი. აი ჩვენი ტუკი. არ არის ჩვენი ტუკტუკი. Finally, my man. და სწორედ აქ დავაგემონეთ ჩვენი მესამე შრი-ლანკური კერძი კოტუროტი. ხოლო ჩვენი პირველი ჰოსტელი როგორც აღმოჩნდა ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. ამიტომ ამოქოქეთ ჩვენი ტუკი და გავდექით მისკენ გზას. ეს გზა კი სულ ზევით და ზევით, მაღლა და მაღლა მიდიოდა. მიდი! გზას ჩაჭირე ნიკოლოზ! ეს როგორ ბუნებაში დამიჯავშნათ ჰოსტელი! დავისვენებთ ხალხს, გავიცემთ, გავერთობით. ჰელო! ბიჭო, მართლა რა საოცარი ტყეა და რა საოცარი გარემო და რა ბუნება! ქუჩა ნაწუნარია, ფოთლებია ფენილი. აი, და ჩვენს მოვედით ჩვენს ჰოსტელში. Nice to meet you. Nice to meet you. ეს არის ჩვენი 4-კაციანი ჰოსტელი, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ვართ, ესეთი ჰოსტელები ძირითადად უფრო იაფი არის. აგერია ჩვენი შესანახი, მშვენიერი აბაზანა, სისუფთავი არის, რაც თავარია. დაძინებამდე ინდოელმა ბიჭებმა მასწავლეს აქაური ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშის ქარუმის თამაში. 4 ჩასაგდები აქვს, ბილიარდის სტილი თამაში არის. აი ამით უნდა ჩავაგდოთ ეს ქვები. Do this first. Do this. And take a base. Like this. Now you are better than him at least. Thank you. It was nice to meet you. როგორც კი მეორე დღე გათენდა პირდაპირ ჰოსტელის გარშემოსა სერნოდ გავეშურებ, რათა იქაური ცხოვრების სტილი აღმომეჩინა. How are you? Ginger? მიწას ვერ იპოვი რომ დაუმუშავებელი იყოს. აი ხა ჩემს გარშემო არის ბრინჯის პლანტაციები. გაშენებული არის ტერასებად, დაჭაობებულ ტერიტორიაზე. წყალშია ფაქტიურად ამოსული ეს ყველაფერი. გარშემო არის სახლები, როგორც ჩანს აქ მუშაობენ, აქვთ თავიანთი ბაღები, თან თავისუფლად შეუძლიათ იყვნენ აი უკიდურესად გაჭირვებულები, თუმცა მაინც თავისი შრომით, მონდომებით აქვთ მცირე საჭმელი, საზრდო თავის ოჯახისთვის და რაც მთავარია, ქვეყნის ეკონომიკას ეს თითოეული ადამიანი ხელს უწყობს და დღეს შრი-ლანკის სიაში და პროდუქტი არის დაახლოებით 80 მილიარდი. ელ არის პატარა ქალაქის მსგავსი დასახლება, რომელიც ძირითადად ტურისტული არის და აქაურობას ხიბს ძენს ის ბუნება, რომელიც მას გარშემო არ ტყავს. ამით ჩვენ ელას და მთიან შრი-ლანკას დავემშვიდობეთ და უკვე სამხრეთის სანაპიროსკენ, ინდოეთის ოკეანისკენ გავდექით გზას. აი ესე ტუკტუკის ტარების დროს გზად შეხვდებიან მაიმუნები, რომლებსაც ძალიან უნდათ შენი საჭმელი. მოდი ბრატ. მოგეთ განდის აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი, რომ ეირის სიტიადე და მისი მომრავლე განვითარება შეგვიძლია განსაზღვროთ იმით, თუ როგორ ექცევიან ისინი ცხოველებს. შრი-ლანკელი ხალხი ამ მხრივ საკმაოდ წინარიან. დღევანდელი დღე ძირითადად მგზავრობას დაუთმეთ. გზაში კი ქოქოსის წვენის ძალევა ყოველდღიური ტრადიციად გვერცა. Oh, so much juice. ასევე ამ გზაზე აღმოაჩინეთ კიდევ ერთი ახალი ციტრუსი. მანდარინის სუნი.
ამ სიამონებს ესეთი უცხო რაღაცების გასინჯვა როგონია რომ რაღაცა ყველაფერი გასინჯული გაქვს და ამიტომ ჩამოდიხარ და იმდენი უცხო რაღაცაი არის. ძალიან მალე მთიანი შრი-ლანკიდან უკვე დაბლობებში გადმოვინაცვლეთ. განსხვავებული ბუნება, განსხვავებული ფლორა და ფაუნა, თუმცა ისევ ისეთი მშრომელი ხალხი. მნიშვნელობა არ ქონდა სად ვიყავით, ქალაქში თუ სოფელში, ბარში თუ მთაში. აქ ყველგან ხვდებოდით კრიკეტის მოთამაშე ახალგაზრდებს. მთელი ერი შეპყრობილია ამ სპორტით. ამ ენთუზიაზმით და სიყვარულის წყალობით კი შრი-ლანკამ 1996 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოიგო. მე კი ერთადერთი რაც კრიკეტის შესახებ ვიცოდი აქამდე იყო მხოლოდ მისი სახელი. მოთამაშის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის უკან გათავსებული ფიგურების ჩამოგდებაა. სააკაშვილი ვიტარდი ხარ. ან მისტარბინია. How much? No. Let's me know sikete გავაკეთო იმისთვის, ათქოს ვაჩქრო. Thank you. Please. Yeah. You are my bro. Thank you. შრი-ლანკაში მხოლოდ კრიკეტი არაა პოპულარული. ოფიციალურად აქაური ეროვნული სპორტი ფრენბურთია. ატალახიანებული იყო მთელი მოედანი და აგე უვლიან, ასუფთავებენ. აგერ არის სკოლა და ეხლა აქვთ ამათ ფიზკულტურის გაკვეთილი. რა თქმა უნდა, ეხლა მე მათ შევერთდები და ვაჩვენებ კლასს. საოცარი განწყობით მივუყვებოდით ამ დაბლობებს და ვფიქრობდით, რომ სულ მალე ვნახავდით შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროებს, ინდოეთის ოკეანეს. მაგაზე ტუკტუკი აღარ მომწონს. ბენზინი გროვი ხო არ არის? ნოვი არ მიდის შე. არ ვიცით რა მოხდა, ტუკტუკი აღარ მიდის წინ, ან ბენზინი გაგვითავდა, ან გაგვიფუჭდა. We are good. Hopefully. არ გამორიცხულიო, დაჩიკმა აურია და ისე ბოლოს ბენზინი აი ხიზი ჩავასხით ხო? ესეთი რაღაცას თავმოერთებდა და ნახეთ არ მეგონა, მაგრამ აი რა ვქნა დაჩიკნიგო არ გეუნება რომ ბენზინი თავდება, უცებ გამოვჩა რა. ნელა ბიჭო. უკან ბენზინი ჩაგვესხა, გადადიეთ რაღაცა შემაიც გადარჩი ისე. ტუკტუკი დავტოვეთ, მოვედით ახლა ამ თვითმფრინავის სანახავად. აგვაქვს ილუსტრიჩკაში გადასაფრენი, ზემოთ ასაფრენი, გადასაფრენი. მოდი დავტოვოთ რამდენი ღილაკი აქვს ამ თვითმფრინავს. ეს მოგიდოა შეიძლება. როგორც აღმოჩნდა ბენზინის დაცლა არ ყოფილა ტუკტუკის გაჩერების მიზეზი და რაღაც სხვა პრობლემას ან ქონდა საქმე. ზეცმა ხო ეღავს ხაჭი. ზეცი ფოსოდი შევმოწმეთ. ეხა გამოვცადოთ მეგობრებო, როგორ დაგვეხმარებიან ტუკტუკის მძღოლები გაჭირებულ ადამიანებს. როჟები არიან, იყურებენ და ვაი მე რა დაგემართა და არაჩერებენ. თუმცა სიმართლე რომ თქვა, ზუსტად 5 წუთში პირველმა ტუკტუკმა გაგვიჩერა. კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, მაგრამ აშკარად თავის საქმის პროფესიონალია ეს ადამიანი. ჩვენს მდგომარეობას კი აუტანელის სიცხე კიდე უფრო მეტად ართულებდა. ცოტა მერიდება გოგონებთან რომ შეწუხებულებ გავალდებიან. წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად მოგვიწია ამ კეთილ ადამიანებთან დამშვიდობება. We need help. Eliteo. მალევე კი მოვიდა ადამიანი, რომელსაც ჩვენი ტუკტუკის ფერი მაისური ეცვა. აკა იქ არ მისულა ბიჭი. შენ კი ალბათ ფიქრობ, ამ მნიშვნელობა აქვს ფერის მაისური ეცვა, ეს უბრალოდ დამთხევა. გამართული ტუკტუკისთვის კი ნამდვილად აღარ იყო სანაპირო შორს. შრი-ლანკის ნისლიან მთებში მოგზაურობის შემდეგ კი ოკეანის სანაპირო ნამდვილად სხვა სამყაროს გავს. უნია საოცარია. აუ რა კავი დავხებია ბიჭო. სამყაროს, რომელიც იზიდავს აქტიური დასვენების მოყვარულებს. აქ არის საუკეთესო სანაპიროების სერფინგისთვის, ყვინთვისთვის და ლურჯ ვეშაპებზე დაკვირვებისთვის. ამ ყველაფრის ცენტრი კი მირისაა, რომელიც ჩვენგან 50 კილომეტრში მდებარეობს და ჩვენს ახალი ენერგიით, ახალი შემართებით მისკენ გავეშურეთ. დაიწყება ჩვენი სამხრეთ სანაპიროს საუგადასავალი. აი, ეს არის შრი-ლანკა. About for the stop the wheel. How to stop the time. Thank you very much. Okay, you are very kind. Be kind. I'm so happy about you. Nobody stop the TikTok. Okay.
შვიდად და ნელა მივუყევოდით სანაპიროებს და გვეგონა რომ აქაურობასაც ისევე ეძინა როგორც მთებს. სანამ არ მივედექით მიდიგამეს. საინტერესოა შრი-ლანკური ღამის ცხოვრება. ბარში შესვლისთანავე იგრძნობოდა ახალგაზრდული თავისუფალი გარემო, სადაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ერთად ერთობოდა და ცეკვავდა. მეც შევერთდი მათ რამდენიმე საათით და შემდეგ ისევ დავეთიქით ტუკტუკით გზას. თუმცა ბარიდან დაახლოებით 100 მეტრში პოლიციამ გამაჩერა. ყველაზე საინტერესო არის ეს მომენტი, როგორი ალკოტესტი შრი-ლანკაში. ორი თითი გამოიშვირა ჩემკენ პოლიციელმა და მთხოვა რომ ჩამებერა, უпроსწორად შემებერა. რა თქმა უნდა შეუბერე ამ თითს, შემდეგ მიაქვს ეს თითი. Drunk and drive. აი ტიპი მეუბნება რომ ნასვამი ვატარებ ტუკტუქს, აი დასუნვით. და მე მუქრება რომ ეხლა პოლიცია მოვა, გადაგიყვანს განყოფილებაში და ასე შემდეგ. დავიდნენ, მოვიდნენ, ისევ მემუქრებიან, პრობლემა შეგექმნება საზღვარზე, მაგრამ ერთ-ერთ მოსვლაზეც დაახლოებით 5-ჯერ მოვიდნენ, გაიმეორეს ამდენჯერმე ეს ჩაბერვა. და შემდეგ გამიშვეს და მთხოვეს რომ ფრთხილად მიარა. როგორც აღმოჩნდა, პოლიციის მოგრთამოა, იქ მოსული პონტია და ალბათ ამას ელოდებოდა პოლიციელი ჩემგან. შემდეგ გავაგზავნე ისევ ტუკტუკური მოგზაურობა და გზად შემხვდა ავტოსტოპზე სტილ. I'm happy you guys picked me up. I love it. I'm so happy. Ooh, hello Buddha. But how long have you been driving this tuk-tuk? Almost 2 weeks. Really? I'm going to have to wash my hands now. ვიდეოს მონტაჟისას კი სტივ ბარში გადაღებულ ერთ-ერთ კადრში შევამჩნიე. სტივ. Wait, look, the bat. There's a bat. Whoa. Did you see that? A big bat just flew out of the tree. Oh, really? Massive bat. It couldn't be here, maybe, fox. Why not? აქ იმაზე მსჯელობდით, რამდენად შესაძლებელი იყო მფრინავი მელიის ნახვა ქალაქში. სწორედ ეს უცნაური არსება ჩვენი შემდეგი ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ძალიან მალე ისინი დაიწყებენ აქედან გადაფრენას. What the fuck? იმენა სტორმი გვიას ხდება. Take care. ოკეანის სანაპიროზე 3 დღე გავატარეთ, თუმცა ტუკტუკი ძირითადად გაჩერებული მყავდა, რადგან აქ ჩემი მთავარი მიზანი იყო გამომწერების მიერ დაბარებული განსაკუთრებული ცოცხალი სახეობების პოვნა. რა თქმა უნდა, ვცადე სერფინგიც, რომელზეც ჩემს სხვა ვიდეოში მოგიყვებით, სადაც ასევე გამოვცი დაუნჰილს. სკიტურს. გაიგეწავა. ოპა, ვავნახოთ. და სხვა ექსტრემალურ სპორტებს. ნემნელა ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა და ჩვენც ისევ დედაქალაქისკენ გავეშვეთ. ამ გზამ კი 3 ახალი მიზეზი მომცა, რატომაც ვეძახი შრი-ლანკას სიურპრიზების ქვეყნას. პირველი, არ ვიცი რამდენად არის შრი-ლანკის დამსახურება, მაგრამ ფაქტია იმ მომენტში ნიკუშა სწორედ მის სახელს გაჰყვიროდა. აი, შრი-ლანკა! What we can How we? How we can. Oh, მიდე ხმადრობა გადაუხადებოდეს როზე. მეორე სიურპრიზი კი მაშინ მოგვევლინა, როდესაც ერთ რესტორანში შევიდით და ბრინჯი ქარით შევუკეთეთ. მზარეულმა კი გვითხრა. იცით რა არის? ძალიან დაგვიანდება ამ კეცადან. ხო ყველაფერი ახლა უნდა გავამზადო. Okay, let's go. სიურპრიზი კი მხოლოდ ახლა დაიწყო, როდესაც გავაცნობიერე რამდენი ინგრედიენტი და შრომა ჭირდებოდა ერთი კერძის მომზადებას. ასეთი საინტერესო მოწყობილობები გვაქვს. მაგარი მჭრელია. კოკოსი და გოგრა ჩვენი პირველი 2 ინგრედიენტია. ეს დავუმატეთ ხალხი და იური. ქავში ასევე ჩავუმატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი, ფენუგრიკი, მდოგვის ფხვნილი, კურკუმა, ქარის ფხვნილი, ქოქოსის რძე და ფხვნილი, მოხალული მასალა, პანდანის და ქარის ფოთლები. ეს ყველაფერი კი კერძის მხოლოდ მცირედი ნაწილია, მისი მთავარი ინგრედიენტი კი ბრინჯია. კერძის თითოეულ კომპონენტს აქვს ერთი მთავარი ინგრედიენტი. ესენია ბადრიჯანი, ბოსტნეული ოსპი, ქათამი და ბანანის ყვავილი. დავჭერით ბანანის ყვავილი, რომელიც არის პირველად ნახევარში, რაიმეში თუ გამოიყენებოდა ნამდვილად არ უცობია. ანუ იმედა არ თავდება ყვავზე ეკეთება ახალი ინგრედიენტი. ამ ყველაფერს კი უკვე გამოყენებული ინგრედიენტების გარდა დავუმატეთ დაფნის, ფოთოლი, დაფქული ნიორი, პომიდორი, წყალი, ტომატის პასტა, წითელი წიზაკა, ზეითი, გარცინია, მწვანილები, სოიოს соуსი და პაპადამი. როგორც ჩვენმა შეფუნდარეულმა მოგვახსენა, კომპონენტების მომზადება დასრულებულია. გადავდივართ სერვირებაზე. ერთი შედეგია რა. ყვავის, ფესტივალია გემოების, საფრინავს,
არომატები მოდის სიცხარე აი ესე მოგებამუნება პლუს მე წავა ისე საიდანაც ისე მოვა. ეხლა მინდა რაღაცა დესერტი შეგვეთა და ის იცვალა იქ რა მერიდება რა შეუძლია. ესეც ჩვენი დესერტი. ეს ტრადიციული დესერტი პანიპოლია. თაფში დაკარამელიზირებული ქოქოსი გახვეულია ბლინში და უგემრიელესია. შრილანკურ თავგადასავალს რა თქმა უნდა არც დარჩენილი კერძების გარეშე ჩაულია. ნუდრსი და შემწვარი ბრინჯი ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური საჭმელია, ხოლო სამოსა ალბათ ყველაზე არაჯანსაღია. აი ეს არის ყველაზე საშიში რამ. საჭმელი ძალიან მომეანწება სხვათა შორის, არა? კი, მე მოხიბლური ვარ ამათი სამზარეულოში. ჩვენი შრილანკური მოგზაურობის დასრულებამდე მხოლოდ ერთი დღე რჩებოდა, თუმცა ყველაზე დიდი სიურპრიზი ჯერ კიდევ წინ გველოდა. დღის მიწურულს დაღლილები მივადგით ერთ სოფელს. ბუდისტურ დასახლებას უზარმაზარი სასულიერო კომპლექსი. ჩვენი მისვლა სამონასტრო დღის დასასრულს დაემთხვა. ამიტომ მათ მეორე დღეს დაგვიბარეს მონასტერში, ხოლო ამ ღამით სრულიად უსასყიდლოდ შემოგთავაზეს დასრჩენი. აგერ არის უდიდესი საწოლი, კონდიციონერიც კი ვაქვს. სახლთან პატარა რესტორანი ზახვდა. მის დახლებზე კი უცნაური დესერტი. ყბილი ფქვილია. ეს ჩვენი ბოლო შრილანკური კერძი, ჰალაპაა. ნაზუქის ის მოაქვს არომატები. დატვირთული დღე კი ჩვენი ახალი საყვარელი თამაში დავასრულეთ. ო, ნაის. ესეც ბოლო დილაკა გვითენდა შრილანკაში. დილაკი ამ მონასტერში ნამდვილად განსაკუთრებულია. სოფლის მოსახლეობა დილიდან მონასტერში იკრიბება საუზმისთვის. Thanks. Oh. Thank you. ხელით ჭამას ვიწყებდით ახლა ვიღაცა მოვიდა და კოზე გინათო და აბარა. მადლობა. საუზმის შემდეგ მოულოდნელად ყველამ დახურული სივრცისკენ გადაინაცვლა. იქ რატო შედიან არ ვიცი. მედია პიტერი გამოჩნდება და ამბობს რაღაცებს. სწორედ პიტერია ის ადამიანი, ვინც წინა დღით მონასტერში დაგვხვდა და ღამით დასარჩენიც შემოგთავაზა. დღეს კი მცირე ექსკურსია მოგვიწყო მონასტრის გარშემო. ეს მონასტერი არის სულ 7 წლის, დღეს 170 ბერი ცხოვრობს აქ, მაგრამ დაგეგმილი აქვს რომ მალე 10000-მდე ავიდეს. მივეთ ემატება საცხოვრებელი ადგილები. სამზარეულოს აშენებენ, სადაც 25000 ადამიანისთვის უნდა მომზადდეს ყოველდღიურად საჭმელი. ამ სივრცეს ყველანი უვლიან თავისით. თვითონ ხვეტავენ, თვითონ რეცხავენ. აქაურობას ყავს დიდი შემომწირულები, წვიმიანი შემომწირებელი, ყავთ სამამბული გარშემო რეგიონიდან თითოეული ადამიანი, ვინც აქ მსახურობს, მათი ოჯახის წევრები. სწორედ ესეთი შემოწირულობით არის ძლიერი მონასტერი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს როგორც თვითონ ამოვი. განსაკუთრებული არის ის, რომ კონკრეტულად ამ ტაძარში მოდივით ვიღაცა არის, რომელიც აქ ლოცულობს. მოვიდა ვიღაცა და გინათ რომ შემოგვერთეთ რაღაცაშიო. იასნა გვინდა მეთქი. თავი აქვს. ხელში გვიკავია ესეთი რაღაცა. არ ვიცი დასაკეთებ. და ასობით ადამიანი გველოდება. წავ გზაში მედიან. რამე არ შეგოჩნდება ძალიან. ცოტა ნერვიულია. හරි. აჰა, ნენა რაღაცას ვკდები. ნამადუ. ო, წავდი ხელში. ნიკო სტრაფათი არის. აი ეგრე არის. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გავხდით ბუდა პუჯას რიტუალის ნაწილი. ეს არის ბუდისტურ სამყაროში გამორჩეული სულიერი მომენტი, რომელიც ბუდას მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ის გონების გაწმენდაზეა, უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლებაზე და მადლიერების გამოხატვაზე. ყველაფერი კი განსაკუთრებული თავმდაბლობით და მოწიწებით სრულდება. ზღვენის დარბაზში შეტანის შემდეგ კი ბერების შემობრძანების დრო მოვიდა. ეხლა მოდიან ბერები, რომლებსაც უნდა დაუჩრდილოთ მზე. ამ ქოგის დაჭერაც ამ მონასტრის ყოველდღიური პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ ბუდა პუჯას რიტუალის ერთ-ერთი ნაწილი ბერებისთვის ფეხების დაბანაა, რაც მათ მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ბერებს უკან ყავისფერ და თეთრ სამოსიანი ადამიანები მოჰყვებიან, რომლებსაც ანაგარიკა ჰქვიათ. ეს გარდამავალი ეტაპია ერის ცხოვრებიდან ბერობამდე ან მონაზონობამდე. შემდეგი ეტაპი ბერების ტრაპეზი აღმოჩნდა, რომელიც საერთო ლოცვით იწყება. ბერებისთვის საჭმლის გამასპინძლებაში ადგილობრივი მოსახლეობა იღებს მონაწილეობას, რომლებიც ხშირად ენაცვლებიან ერთმანეთს. როგორც ჩანს, აქ ყველას უნდა ის გამოცადოს, რაც ეხლა მოგამოცადე, ბერებისთვის საჭმლის მიწოდება, საოცარი ამბავების კამოს და საოცარია რომ ეს ყველაფერი არსებობს, ამას ვაკეთებ. ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი ძალიან.
დაგვაჭერინდეს გავგიშთი. და მალევე სხვა რამეს დაგვაჭერინეს. ყველა სულთა? მერცო ეს რა გამოცდილება. რას აღარ მოვიდა, მაგრამ ესეთ რაღაცებს საერთოდ არა. რიტუალის დასასრულს კი ბერებმა ხალხისგან შემოტანილი ნივთები დალოცეს. აქ უბრალოდ 1 საათის მოსვლას ვაპირებდით და რამდენიმე საათი გაიწელა. უკვე აეროპორტისკენ გვეჩხარება. ფაქტიურად შეგვიძლია თქვა, ტუკტუკის ჩასაბერებელი ყავს. ჩვენი ბოლო გატუკტუკება. შიგნიცა. უხშიგნიცა. ჩაჭირე ნიკოლაოს, ჩაჭირე თბილისში ბრუნდები. ახი გაკლებული მიყურებს, ემასე რა უხარიაო. მიხარია ის, რომ ეს საოცარი თავგადასავალი გადამხდა და ბრუნდები ჩემს სამშობლოში. კარგად გზარდებოდეთ. Goodbye, my friend. ყველაფერი სიკეთე, ბედნიერება მისურვებია თქვენთვის. Hey, goodbye, goodbye, see you. Nice to meet you, goodbye. Hey, thank you, goodbye. აბა, კარგად. აბა, კარგად გერასო. Goodbye, guys, goodbye. Have a nice life. Oh, გადასე სიჩქარე. ნიკო, ისიც ავავე მოასწარი შრილანკაში ყოფნისას. ტუკტუკის მარტოა. They said I'm here and I'm cold. Walking to the sun, bring me down together. ალბათ ოდნავ იმაზე უკეთესები მაინც ბრუნდებით ვიდრე შრილანკაში წამოსვლამდე ვიყავით. აი ესეთი თავგადასავალი შემდეგ, აი ესეთი ხედით ველშიგობებაში, აი ესეთი ემოციებით, ესეთი სიკეთით, ესეთი შრომის მოყარეობით შეყარებული ვარ შრილანკაზე, მაგრამ მე ჩემი სამშობლო მყოფ, ამიტომ სამშობლო მე ვერუნდე. We are back! Yo! Now I'm really drive like a local. We love also. Beautiful everything. Can please? Our შეხავარყოთ ზუსტად რამდენი გავიარე დაახლოებით წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ 1374 კილომეტრი. ტუკტუკი არ არის უბრალოდ ტრანსპორტი, არამედ ტუკტუკი არის ურთიერთობა. ძალიან მადლიერი ვარ ყველა ამ თავგადასავლის გადაგვრა ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ვინც ამ თავგადასავალს უყურებთ და გამოიწერეთ არქი, გამოიწერეთ რომ არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და არ გამოგჩეთ საოცარი მოგზაურობები, რომელიც აგეგმილია უკვე. კარგად იყავით. კოცი.